სოფელ ძიმითში ლალი ტუღუში სოციალურად დაუცველ და მრავალსრულიან ოჯახს პროგრამის სოფლის სახლის ფარგლებში დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სახლი მიმდინარე წელს შეუძინა. ლალი ტუღუშის ოჯახს დღეს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, აღნიშნული უწყების მოადგილესთან გიორგი ფაცაციასთან, გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად საჩუქრებით ეწვივნენ და დამდეგი 2015 წელი მიულოცეს. მრავალსრულიან ოჯახს, სადაც 5 არასრულწლოვანი ცხოვრობს, დევნილთა სამინისტრომ სახლთან ერთად საოჯახო ტექნიკა, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი შეუძინა. 365-მა ოჯახმა იზეიმა ახალ მოსახლეობა სოფლებში ამ ორი პროგრამის ფარგლებში არის სოფლის სახლი და ეკომიგრანტებისთვის სახლები შეძინა. ამ 365-დან 72 არის ეკომიგრანტი და ეს ერთ-ერთი ესეთი ოჯახია, რომელსაც 8 წელია პრაქტიკულად საცხოვრებელი არ ჰქონდათ და სხვის ოჯახში ცხოვრობდნენ. თან ამსოფლელები არიან და თვითონ აარჩიეს ეს სახლი, იმიტომ რომ სხვაგან გადასვლა არ უნდათ. საცხოვრებელი ერთი კვირაა გადმოვიდნენ და უბრალოდ უნდა ახალი წელი მიგველოს რამდენიმე ოჯახისთვის, მათ შორის შევარჩიეთ ოჯახი, რომელსაც 5 მცირეწლოვანი შვილი ყავს. უბრალოდ თვითონ ეს სახლი მშრომელი ადამიანისთვის მართლა ერთ-ერთი ისეთი სახლია, სადაც ცხოვრება შეუძლიათ, იმიტომ რომ სახლს აქვს 1 ჰექტარი მიწა, თავის მანდარინით, ბამბუკის ბაღით, პორტოხლებით და აქვს აუზი გაკეთებული უკვე, სადაც თევზის მოშენება არის შესაძლებელი და აპირებს კიდევაც ეს ოჯახი რომ მოაშენოს თევზი და რაღაც გარკვეული ბიზნესიც გააკეთონ და ჩვენი დახმარება ამ საქმეშიც ექნებათ, ასე რომ მე მინდა მიულოცო ამ ოჯახს ახალი წელი ოჯახს, რომელსაც ბევრი ტკივილი აქვს გადატანილი და მართლა ყველა ტკივილი ჰქონდეთ დავიწყებული და აი ამ ახალ მოსახლეობა ყოფილი იყოს მათთვის ახალი ცხოვრების და ბევრი ახალი სიხარულის დასაწყისი, განსაკუთრებით პატარებისთვის, რომლებიც აგერ ჩვენთან არიან. დევნილთა და განსახლების სამინისტროს ახორციელებს რამოდენიმე პროექტს, ერთ-ერთი კონკრეტული პროგრამის ფარგლებში მოხდა ქალბატონი ლალი ტუღუშის დახმარება საცხოვრებელი სახლით. შესაბამისად შეირჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან 2 ოჯახი, ამ შემთხვევაში და ორივე მოხდა სოფელ ძიმითში და ეს არის ქალბატონი ლალი ტუღუში, სადაც ვიმყოფებით ახლა და ქალბატონი რიმა ფანგანი. შესაბამისად მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო დევნილთა და განსახლების სამინისტროს, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას ზოგადად მუნიციპალიტეტი ამ კუთხით, როგორც ეკომიგრანტების, ასევე მეწყერსაშიში ზონებისგან გამომდინარე და მსგავსი ტიპის დახმარებები მუნიციპალიტეტის და ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ვიყოფებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ძიმითის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ მოქალაქე ტუღუშების ოჯახი, რომელიც იმყოფება სოციალურად დაუცველთა სიაში არეგისტრირებული. დღევანდელ დღეს გვეწვია დევნილთა და განსახლების მინისტრი ბატონი სოზარ სუბარი, რომელმაც აღნიშნული სამინისტრომ სწორედ მიმდინარე წელს შეუძინა საცხოვრებელი სახლი აღნიშნულ ოჯახს და სულ ერთი კვირაა, რაც გადმოვიდნენ და ცხოვრობენ აღნიშნულ ფარდში. გარდა იმისა, რომ გადმოცემულია სახლი, ასევე აღნიშნული სახლი გადმოეცა მიწის ნაკვეთთან ერთად, სადაც ისინი შეძლებენ შესაბამისი სოფლის მეურნეობის განვითარებას. ლალი ტუღუშის ოჯახი 8 წელი გაუსაზლის პირობებში მეზობლის ავარიულ სახლში ცხოვრობდა. ტუღუშების ოჯახი საქართველოში იმ ოჯახთა რიცხვში შედის, რომლებიც სამინისტრომ საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილა. ჩვენ ძალიან დიდი მადლობელი ვართ ამ ყველაფრისთვის, საჩუქრისთვის. ჩემი საჩუქარის 8 წელია სხვის სახლში ვცხოვრობდი. გამწარებული დედა ვარ, ობლებით დამჩა. ისეთ ოჯახში ვცხოვრობდი, წვიმა ჩამოგდიოდა ფეხებს. ლოგის. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის, ამ საჩუქრებისთვის. რა ვიცი, ყველაფერი კაი ქონოდეთ, მრავალ ახალ წლებს დასწრებოდეთ.